გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBA8-ს. დღეს ამ ვიდეოში ვისაუბრებ ჩემთვის 5 საყვარელ ბუშკალ და სალაშქრო იარაღზე, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ პირადად მე ლაშქრობებზე. იმედი მაქვს ეს ვიდეო თქვენს გამოგადგებათ. ჯერ დავიწყებ დიდი ზომის იარაღები და ჩამოვარ შედარებით მცირეზე უკვე. პირველი ეს არის სოგის მაჩეტე კუკრი. ეს მაჩეტე მაქვს შარშანდელიდან, შარშან ზაფხულიდან, ჯერ ერთი წელიც არ არის გასული, მაგრამ ძალიან მომაწონა თავი შარშან. უბრალოდ ზაფხულის მერე არ გამომიყენებია პირადად მე რაღაცად ასე ვარ, რომ მაჩეტეს ვიყენებ მხოლოდ სიმწვანეში. სიმწვანეში ვულცხობ გაზაფხულზე, ზაფხულზე და შემოდგომის რაღაც პერიოდამდე. მერე უკვე აღარ ვიყენებ ხოლმე. თითქოს ეხა ზამთარშიო მე მაჩეტეთი წავიდი სადმე ერთხელაც არ ყოფილა ჯერ ეგეთი რაღაც, იმიტომ რომ აი სიმწვანეში უფრო სხვა მუღამს უჭერი, რადგან თვითონ ეს კონკრეტული ტიპიც, კუკრიც, საიდანაც არის, იქ სულ ტროპიკული ტყეებია და ზამთარი ფიზიკურად არ არის. ეს გეტყვით, რომ თუ შემოვჩდეთ რაღაცაზე მაქვს ალერგია, აზრზე არა ვარ, რაზე. გაზაფხულობით მემართება ხოლმე და შეიძლება ნებისმიერ მცენარეზე იყოს რაღაც სეზონური ალერგია. ხო და დიდად საოცრად არ ვარ. პირველ რიგში რატომ არის მაჩეტე კარგი სალაშქროდ ჩემთვის? ეს არის დიდი ზომის ბასრი იარაღი, რომელსაც გამოიყენებ ტყეში აბსოლუტურად ყველაფერში. ეგ უკვე მოხერხებაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში მაქვს საუბარი მხოლოდ მაჩეტე კუკრიზე. ეს მაჩეტეს ერთ-ერთი ტიპია. მაჩეტეს მრავალი ტიპი აქვს. მე აქედან მაქვს 4. მაჩეტე კუკრი, ერთი მოზრდილი მაჩეტეები რო აი ასეთი ფორმის, მაჩეტე ბირხუკ, ანუ რასაც ჩვენ წალს ვეძახით, ეგეთ მაჩეტეს ერთ-ერთი ტიპი არის, აი მოკლედ არიანი წალდი და დანის ფორმის, შედარებით დიდი ზომის, დანაზე დიდი ზომის, უფრო სქელი და მძიმე მაჩეტეს ტიპი. ყველაზე მეტად ეს მომეწონა, არის ძალიან მოსახერხებელი და პირადად მე რას შემიძლია გამოვიყენო. აქვს ხერხი, რაღაცის გახერხვა რომ დამჭირდეს, საკმაოდ ბასრი ხერხი აქვს თან. ნუ ახლა ძალიან კომფორტული არ არის, იმიტომ რომ ასე უნდა დაიჭირო რაღაცნაირად და ტარს უყურეთ როგორი ფორმა აქვს. ტარი გათვლილია უფრო აი ესე დასაჭერად. და ხერხისთვის ცოტა არაკომფორტულია, მაგრამ თუ მოიხერხებ და ძალიან დაგჭირდა, თოქსაც თუ დაიხმარ, გამოდგება. შემიძლია გამოვიყენო როგორც დანა, საჭმლის დასაჭრელად აი ესე წინ. აი იმიტომ რომ არ არის ეგეთი მძიმე, რომ აი ხელი დაგიღალოს და რაღაც თან მთელი დღეამით სამზარეულოში ხო არ იტრიალებ, ტყეში გჭირდება, უცებ ან ხორცი გაჭრა, ან რაღაც ბოსტნეული დაჭრა და რამე. და რაც თავარია, შემიძლია გამოვიყენო როგორც ნაჯახი. წეღან ნახეთ კადრში სკამისთვის ხემილო და წარცეული და საკმაოდ საღი ხმელი მაგარი ხე იყო და შვენივრად ჭრის. ვერანაირი მინუსი მე ამ მაჩეტეს ვერ უპოვე, არის საკმაოდ ბასრი და კარგი მეტალისგან არის დამზადებული და თვითონ სოგი არის კარგი ბრენდი. მე პირადად სოგის კმაყოფილი ვარ. ტარის დაბოლოებაშიც არის, ანუ ეს მთლიანი არის, ტარი შემოკრული აქ ასე რომ ვთქვათ, ესე ვეძახი ხოლმე და ესეც შეგიძლია ბევრ რამეში გამოიყენო, რაღაცის გასატეხად, რაღაცის დასაჩეჩქვად, დასანაყად, ბევრ რამეში გამოდგება. პარაკორდი მე დავუმატე, იმიტომ რომ ჩემი აზრით საჭირო ესეთი იარაღებზე, როდესაც რაღაცას ჩეხავ, დიდი შანსია რომ აგიცდეს ან ხელიდან გაგივარდეს და ფეხში მოხვდეს. ან რავი, შენ კი წამოვიდეს რა ზოგადად. როდესაც თოკი გიკეთია უკან პარაკორდი და მაჯაზე გაქვს დაფიქსირებული, რომც აგიცდეს, კი შეიძლება ძალიან ახლოს უიდექი ფეხში მაინც მოხვდეს, მაგრამ იმდენად საშიში არ არის. ისეც არ წამოვა შენთან, უფრო დაზღვეული ხარ. ტარი ამის ძალიან მომწონს, არის რავი, როგორ გითხრათ, ხელში არის საოცრება, ხელს არ გიოფლიანებს, არ გტკენს, არ გიღიზიანებს, ზოგი ტარიცით როგორია, დიდი ხანი რო იყენებ, აი ხელს გიფუჭებს რა ასე რო ვთქვათ. ტარი ძალიან მომწონს. რაც შეეხება თვითონ მაჩეტეს პირს, მე პირადად ძალიან მომწონს, ეს ამას ვიყენებდი სისტემატიურად, შეშის ჩეხვა, რაღაცეების ჭრა, ხერხით ბევრჯერ გამოვიყენე. ამიტომ ეს არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბუშკრავთ სალაშქრო იარაღი, რომელსაც მე ნებისმიერ ადამიანს ურჩევდი. მე კონკრეტულად სოგი მაქვს გამოცდილი, მაგრამ ზოგადად ვიძახი, მაინც და მაინც სოგი არა, შეიძლება ვიღაცას უფრო მაგარი უნდოდეს, ან ვიღაცას უფრო იაფიანი უნდოდეს. ამის ფასი დაახლოებით 150 ლარი იყო, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეგრე ივარაუდეთ რა 150 ლარი. მაგრამ აი ზოგადად ვიძახი თვითონ მაჩეტე კუკრიზე. ანუ ამაზე რა.
ამ სტილზე. ეს არის ჩემთვის საუკეთესო მაჩეტე. თვითონ ქარქაშზეც მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ. ქარქაში აქვს ასეთი. აქ აქვს საქამრე, ქამრას დასაკიდებელი, ამით თვითონ ტარი იკეტება, რო არ იმოძრაოს უაზროდ. ხრიწზე არის და ელვაზე. ჩასო შენს მაჩეტეს და ეგრე. ეხლა პირველი ტესტი თქვენთვის ხეზე. ანუ ამ მაჩეტეში თვითონ ეს მხარე არის საჩეხი მხარე. სპეციალურად წონაც აქეთ მოაქვს, რომ უკეთესად დაარტყა და მეტი ძალით წავიდეს და ეს მხარე შეგიძლია გამოიყენო როგორც დანა. აი ვიყენებთ როგორც დანას, რაღაცეების გასათლელად. ხელში იმდენად რთული არ არის რა. ლაშქრობაზე მშვენიერი იქნება. ეხლა ამით დურგალი მუშაობას არ დაიწყებს და რო გითხრათ რომ აი ძალიან მოუხერხებელია, რთულია, მძიმეა და რაღაცა თქო არა. ეხლა დიდი ხანი ამით რო იმუშაო და დანა მიაგდო, შეატყო ცხოვრებას რა თქმა უნდა წონაში და ხელში, მაგრამ ისე ასე ზოგადად მშვენიერი არის. თან კარგი ჭრა აქვს ძალიან. პირის დაშვებაც ისეთი აქვს, რომ თრაზეც მშვენიერი ვარიანტია და დანარჩენი უკვე ხორცი, რაღაცების გაკაფვა, მაგალითად შარშან ზაფხულში ვიდეო დავდე, რაჭაში ვიყავი. ძალიან დიდი მაყულის ბუჩქები იყო რა ტყეში, ერთ მინდორზე. სანამ ტყეში შევიდოდი, ტყიდან გავავედი, მე ტყეში შესასვლელამდე იყო დიდი მინდორი, უზარმაზარი მაყულის ბუჩქებით და სადღაც 13 კილომეტრი იყო სულ რა ეგ ლაშქრობა და ეს მქონდა, ეს რომ მქონდა რა, ჯერისაც უდავიკაწრე, მაგრამ გასაკაფად და რაღაც ტყეში ეს არის საუკეთესო. დავაბრუნოთ ქარქაში, სახლში რამე ვარ, მე უკვე წმენდის თემებს ჩაუტარებ ყველა იარაღს. საუცილებელია ზოგადად იარაღის გაწმენდა თუ გინდათ რომ უკეთესად გემსახუროთ, კარგად შეინახოთ და იყოს კარგი რა. ესე ჩვენი სოგის მაჩეტე კუკრი. უბრალოდ შეუძლებელი იყო ეს ვიდეო გადამეღო და არ ჩამესვა ფისკარსის ნაჯახი. პირადად ჩემი აზრი რომ გითხრათ, ჩემთვის ფისკარს აქვს საუკეთესო ნაჯახები. მაგრამ თვითონ ფისკარსისგან გამოვარჩევ კონკრეტულად ამას. ეს არის 2024 თუ 23 წლის მოდელი, უფრო 24 მგონია, მახსოვს ეგრე. ეს არის ფისკარს X13, რომელიც არის ფისკარსის ყველაზე მსუბუქი ნაჯახი. ნაჯახი არის 480 გრამი. ვიყენებ წელიწადზე მეტია, თითქმის წელიწად ნახევარიც და არის საოცრად გამძლე, საოცრად მაგარი ნაჯახი არის. ერთხელაც არ გალესილა, თვითონ პირიც ისეთი აქვს, რომ აი მაგალითად მეტალს რო ჩაარტყა, არის მეტალის ისეთი სახეობები, რომელიც მეტალს რომ მოხდეს, თვითონ არ ზიანდება, მეტალს ჭრის. მაგრამ ის სახეობები ძირითად შემთხვევაში ტყდება, რაღაც მძიმე დაზიანება რომ მიიღოს პირდაპირ და ჯობია ხოლმე ყოველთვის ისეთი მეტალის სახეობა შეარჩიოთ, რაც აი რაღაცა ისეთ რომ მოარტყა, ჩაიზნიქოს, რომელსაც შემდგომში გამოასწორებ. მაგრამ სამაგეროდ არ გატყდება, უფრო მორბილო არის რა, ისევ მეტალთან დაკავშირებით. რავი, საუკეთესოა ჩემთვის როგორც უკვე გითხარით, არის პატარა ზომის, ეხა ფისკარს სხვა მრავალი დიდი ზომის ნაჯახებიც აქვს, რომლითაც აი ამ ხეს რომ მიადგე, მოჭრი რა. მაგრამ სალაშქროდ ჩემი აზრით ამაზე დიდი ზომის ნაჯახი ადამიანს არ სჭირდება. ტოტებსაც მოჭრი, მსხვილ ხესაც მოჭრი, უბრალოდ მეტი დრო და ენერგია დაგჭირდება რა თქმა უნდა. არის იმდენად მსუბუქი, რომ ჩანთას რო დაკიდებ, არ გაწუხებს. უკან ესეც აქვს, აქ ბოთლის გასახსნელი. თავის ლაქებზევე ეტყობა, რომ სუხში გამოყენებაში არის. უკვე ისეთი ლაქები აქვს, რომ რაც არ უნდა ვრეცხო აღარ შორდება. ძირითადად ფისისგან აქვს, მაგრამ მაინც. თვითონ ფისკარსი არის ფინური ბრენდი, აგერა წერია უკვე 1649 წლიდან და ნაჯახებში წამყვანი ბრენდი არის. აქვს ასეთი ქარქაში, რომელსაც ესე თავს გადაუტრიალებ და ამოიღებ ქარქაშიდან. შიგნიდან სრულიად ცარიელია, მეც ამას როგორც უკვე მაჩეტეზე გითხარით, პარაკორდი დავუმატე, იმიტომ რომ ამით ერთხელ გავიჭერი ფეხის წვივი, ძვალი მიჩანდა. საოცრად წარე იყო, ეხაც კი იმის შრამი მათეს და ჯობია გაითვალისწინოთ, რომ რაღაცა გაუკეთოთ, თანაც ეს უფრო მჭიდროდ მაქვს. თორემ ნაჯახი მაინც ისეთი რაღაც არის რა. მთელი წონა ამისი არის აქეთ. რო აგიცდეს, ეგრევე წამოვა. ფისკარს აქვს ამაზე პატარა ზომის, ასევე ამაზე მრავალჯერ დიდი ზომის ნაჯახები, ძალიან ბევრი ნაჯახი აქვს, მაგრამ
მე ფავორიტად გამოვარჩიე ეს, როგორც ყველაზე მსუბუქი, იმიტომ ეს ცალკე გამოუშვეს როგორც Ultra Light X, ანუ ძალიან მსუბუქი ნაჯახი. მათი რეკორდი არის ეს სიმსუბუქეში. ეხლა გაჩვენეთ მცირედ ეს, რაც რა თქმა უნდა იცით, იმიტომ რომ ვიდეოებში სულ ამ ნაჯახს ვიყენებ. თანაც როგორც გითხარით, ნაჯახი არ გამილესავს, წელიწადნახევარი მაინც არის და თავს ყოველთვის იდეალურად ართმევს და როგორც სალაშქრო ნაჯახი, მარტო ნაჯახით რო წახვიდე ლაშქრობას და მაგის გადაღებას აუცილებლად ვაპირებ, ლაშქრობა იქნება მხოლოდ ნაჯახით. არის კარგი რაღაც, იმიტომ რომ ძალიან მსუბუქია, მშვენიერი მჭრელი პირი აქვს, მაგრად გახურდა კიდეც და შეგიძლიათ საჭმელების თემაშიც გამოიყენოთ. გადავიდეთ უკვე შემდეგზე, ეს არის Moras Companion Spark-ი, რომელიც bushcraft სალაშქრო დანებში ჩემთვის იკავებს მესამე ადგილს ამ ტოპ 5-ში რა ზოგადად. ძალიან მიყვარს ეს დანა. ეს დანაჯახი ზუსტად ერთი დროიდან მაქვს. ორივე სისტემატიურად ვიყენებ. დანასაც ძალიან ხშირად. საჭმელებზეც, ხეზეც, ხის გასაპობად, ცეცხლის დასანთებად, ხის აი ხეზე სათრელად ჩემთვის Mora არის ერთ-ერთი ფავორიტი. ერთ-ერთი კი შეიძლება ფავორიტიც კი იყოს, იმიტომ რომ ხეზე მუშაობს იდეალურად. არის სკანდინავიური დაშვება და მაგარი რაღაც არის. ეს კონკრეტულად არის Companion Spark-ი. კომპანიონი ცალკე აქვს, რომელსაც არ აქვს ეს. და აი Spark-ს აქვს. ეს არის კაჟი, რომელიც ტარშივია ჩაშენებული. ეს პარაკორდი მე თვითონ დავუმატე. მარტო ვიზუალი არ არის ზოგადად პარაკორდი. ერთხელ მინდა ცალკე მაგაზეც ვისაუბრო ვიდეოში. პარაკორდი არ არის მხოლოდ აი როგორც ბრელოკი და ვიზუალი. პარაკორდი არის ნიშნულოვანი რაღაც უცებ თოკი რო დაგჭირდეს, ტარზევე გაქვს ნაჯახი იქნება ეს მაჩეტე დანა თუ რაც არ უნდა იყოს. აჰა და ის ოჯახი. უცებ რო დაგჭირდეს დაშლი გამოიყენებ. მე სხვა დროს სხვას გავუკეთებ და ასე. ასეთი არის Moras Companion Spark-ი. არის საკმაოდ ლამაზი ფორმის აქვს. აი ეს ბევრ რამეში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნუ ამის თავარი მიზანი ის არის, რომ სველდანას რო ჩადებ, აქედან გამოვიდეს თუ რამე სითხე დაგროვდება. მაგრამ ერთ-ერთი რამ, რაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ეგ, არის ის, რომ ცეცხლის დანთების დროს აი პატარაზე რო გჭირდება ცული შებერო და განაისერო ფუ და ჩააქროთ. ამ ხარეს მიუშვერთ, პატარა ნაპერწკალი იქნება თუ რა იქნება და აქედან ჩაბეროთ. აქვს რა თქმა უნდა საქამრეც და აი ეს ცალკე ჩამოსაკითი პატარა აი ბოლტზე ან რამეზე კედელზე რო ჩამოკიდო, მიხვდებით რასაც ვამბობ. ახლა რაც შეეხება თვითონ დანას, რატომ შევიყვანე ამ ტოპ 5-ში. რავი, მე ამ დანით ყველაფერს ვაკეთებ, რაც კი მომინდება. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ხერში ძალიან სასიამოვნოა. არ არის ისეთი ტარი, რომ გიცურავდეს ხელი, გიოფლიანდებოდეს, უხეში იყოს და გტკენდეს, არ გსიამოვნებდეს. ჩემთვის არის იდეალური ტარი. ძალიან მომწონს. დანის ზომაც მშვენიერი არის. ნუ ზოგადად Moraში ყველაზე მაგარი ჩემთვის არის Gerbergis მოდელი, რომელიც მე თვითონ აღარ მაქვს, მამაჩემს ვაჩუქებ. Gerbergi ამაზე უფრო მსხვილიც არის და უფრო გრძელიც. აი Companion Spark-ი და Gerbergi რო გაერთიანდეს, ის იქნება ჩემი ფავორიტი Mora, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის კაჟის გამო. Gerbergis დიდად არ ჩამორჩება, ძალიან გამძლე არის. უბრალოდ Gerbergis პლუსი ის არის, რომ თლიანი მეტალი არის, ამას სადღაც აქამდე აქვს. აქეთ უკვე კაჟს უკავია მთელი ადგილი. მაგრამ ძალიან გამძლეა, შეგიძლიათ გამოიყენოთ შეშის ჩეხვაზე, ხის თლაზე არის ძალიან კარგი. შეგიძლიათ აი ხეზე თუ გიყვართ მუშაობა გამოიყენოთ. ბევრ რამეში რა ძალიან სუფთად და კარგად ხრის. და ეგ არის სკანდინავიური დაშვების დამსახურება, აი ამას გულისხმობ. გასალესაც სკანდინავიური დაშვება უფრო რთული გასალესია. ისიც კი არ ვიცი საერთოდ ჩვენთან საქართველოში ვინმე თულესავს სკანდინავიურ დანებს. მაგრამ საბოლოო შემთხვევაში ეგ დიდ პრობლემას არ ქმნის. ამდენი ხანია ვიყენებ Moras. პირველი სერიოზული დანა საერთოდ ჩემთვის იყო Mora. ზოგადად Moras დანები არის ბიუჯეტური, შვედური ბრენდია და ხარისხზე ახლა არ დავიწყებ საუბარს. ხარისხი არის იდეალური, ძალიან გამძლე არის. შეგიძლიათ ნახოთ Moras დანების ტესტები, აი რამდენი რაღაცას უძლებენ და მაინც რომ მე მაგრად მუშაობენ. მაგრამ არის ბიუჯეტური დანები. ამაში მთავარი პლუსი ის არის, რომ მაქვს კაჟი, ტარშივე ჩაშენებული, ცალკე კაჟის ტარება არ მოგიწევს. და შეგიძლიათ ცეცხლი დაანთო ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას. ოღონდ კაჟზე გაკვრის შემდეგ
დანის პირი აუცილებლად გაწმინდეთ. ხელები გაიმუროს, მაგრამ დანა სუფთა იყოს, გირჩევთ, იმიტომ რომ თუ მალე არ გაწმინდოთ, დიდი შანსია რომ მეტალში ჩაჯდეს და მერე ვეღარ მოაშოროთ. საერთოდ დანა ყოველთვის მალე უნდა წმინდო, ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებლად გაწმინდო როგორც იარაღი. ამ დანით მორსაც კი გაპობ სრულიად უპრობლემოდ. იმდენად სანდო და გამძლე დანაა და როგორც სკანდინავიური დაშვება გიხსენეთ, სკანდინავიური დაშვება არის როგორი? ქვემოთ არის ვიწრო პირი, რომელიც თანდათან განიერდება. ზუსტად ესეთი კუთხეს ქმნის. აი სახლის სახურავივით რა ზუსტად კუთხე. რაც როგორც ნაჯახი, ისე შეგიძლია გამოიყენო. ჩავაწვრილი პირი და ნენელა გააგანიერებს და გააყოფს საბოლოო შემთხვევაში იმას, რასაც გააყოფთ. ზოგადად თვითონ მორას ბრენდის დიდი პლუსი ის არის, რომ აქვს ბიუჯეტური დანები. ჩემთვის ბიუჯეტური დანები არის 150 მაქსიმუმ 200 ლარის ფარგლებში. უფრო იაფადაც რა თქმა უნდა. და პლუსი ეგ არის, რომ რო გაგიფუჭდეს, მე ჯერჯერობით მორას დანა არასდროს არ გამფუჭებია. მორას 5 თუ 4 დანა მაქვს. მაგრამ აი ვაიდა რო გაგიფუჭდეს არ დაგენანება. ეს კონკრეტული ფასი ზუსტად მეგობრებო არ მახსოვს, მაგრამ 150 რამდე ალბათ, მეტი არა, მეტი ნაღდად არა. შემდეგი კი უკვე ეს არის Cold Steel Voyager-ი. თვითონ ეს ბრენდი ძალიან მიყვარს Cold Steel-ი. ამ შემთხვევაში Cold Steel-ის 3 დანა მაქვს. იმ 3-დან ერთ-ერთი მოდელი გავათამაშე კიდეც. ძალიან კარგი ბრენდი არის და ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი ბრენდი არის. და თვითონ ეს კონკრეტული დანა, ჯერჯერობით Cold Steel-ის დანები რაც მაქვს, ჩემთვის ფავორიტია. იმიტომ შევიდა ტოპ 5-ში, რომ არის. რავი, საოცრებაა რა, ძალიან მიყვარს. პირველი დასაკეცი დანა იყო, მარტო მხოლოდ დანა მულტიფუნქციურობს არ გულისხმობ, რომელიც სალაშქროდ გამოვიყენე და იმდენად მომეწონა, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სალაშქრო იარაღი გახდა და საყვარელი ჯიბის დანა. ძალიან მაგარი დანა არის. არ დაგენანება, გამოიყენებ მაგარ ძიმე სამუშაოებზე. არის საოცრად გამძლე, ძვალზეც ან ძვალს რო ჩაარტყა და გატეხო, საერთოდ პირი ერთხელაც არ დაზიანებულა. იმაზე რა ქვია, ხის გაჩეხვაზე, ამით მურების მიჩეხია, შეშაც მიჩეხია, ესე ზემოდან ხეს რო უტყავ. ერთადერთი ამით ხა რასაც იმდენად ვერ გააკეთებ, ეს არის კაშრო გაკრა, იმიტომ რომ კაშრო გაკრა თავი უნდა ქონდეს უფრო ბასრი კუთხე. ამას არ აქვს ეგეთი ბასრი კუთხე, მაგრამ ეხა ესეთ მაგარი დანა რო გაქვს, არ აუშავს კას თუ არ გაკრავ ეხა. ეგ დიდი პრობლემა არ არის. კაჟისთვის სხვა დანა გექნება, ან თუნდაც სხვა რაღაცი დაანთებ ცეცხლს. მაგის გამო მინუს ვერ დაუწერდი ამ დანას. ასე გამოიყურება. შვენიერი ზომაა სალაშქროდ. ახლა ამ ზომის დანა პირადად მე ლაშქრობაზე მაკმაყოფილებს, აკეთებს ყველაფერს. თლა, საჭმელის გაკეთება, დაჭრა, შეშის გაჩეხვა, ნებისმიერი რამე რა. ტარი აქვს ძალიან კარგი, დიდი ხანია ვიყენებ, თვეებია რა. იმდენ დიდი ხანი არა, ეხლა როგორც ზემოთ ჩამოთვლილი იარაღები, მაგრამ თვეებია ვიყენებ და ჩემთვის ერთი თვეც კი საკმარისია, ოღონდ სისტემატიური გამოყენებით, რომ დარწმუნდე, რომ კონკრეტული იარაღი რაღაც არის კარგი, გამოგადგება და სანდოა. ტარი ისეთი აქვს, რომ დიდად ხელს არ გიღიზიანებს, არ გიოფლიანებს, აი ეს ჩაღრმავებები. შეგიძლიათ უყუროთ Cold Steel-ის განხილვებსაც, საოცარი დანაა, ამით რეებს აკეთებენ, წარმოდგენაც არ გექნებოდათ მანამდე. როგორც ხედავთ, რო რამე და გაჭირვებაში იყო და გამოიყენება გინდოდეს როგორც ნაჯახის, მაგაზე არ დაინანებ, იმიტომ რომ მაგარი პირი აქვს. დაშვება არის flat grind, რომელიც თლაზე მშვენიერი არის და სხვა ნებისმიერ სამუშაოზე. ამიტომ რავი, როგორც დასაკეცი სალაშქრო ბუშკავ დანა, ნებისმიერ ადამიანს ურჩევ, ძალიან მაგარი არის. და ჩემი რჩევით ბევრმა იყიდა კიდეც და ყველა კმაყოფილია. და დღეისთვის ბოლო ეს არის Victorinox Huntsman-ი. ჩემი ფავორიტი მულტიფუნქციური დანა ჯერჯერობით, რომელსაც აქვს უამრავი რაღაც. აქედან დავიწყებ, ეს არის მახათი, რომელიც გამოდგება როგორც კეროისას, ან ტყავზე სამუშაოდ, მაგალითად ტყეშება, რაღაც უცებ მოგინდეს და ტყავზე იმუშაო. ასევე გამოდგება ხის გასახვედად. ეს არის კაუჭი, რომელიც გამოდგება ბევრ რაღაცაში, ესეც კეროისას.
და ასევე გამოდგება აი კარვის სორების ამოსაღებად. ეს ბოთლის სახსნელი, რომელიც ასევე გამოდგება ხის გასახრეტადაც. აქვე აქვს ორი ბოთლის სახსნელი, რომელიც შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ეს სახრახნისი. ესეც სახრახნისად გამოდგება და ასევე კონსერვების გასახსნელად. აქვე არის მაკრატელი, მშვენიერი მაკრატელი თანაც ხერხი, რომელიც ძალიან კარგი არის. სხვათა შორის იმასაც კი ვინატრებდი, რომ აი ასეთი ზუსტად ვიქტორინოქსის ხერხი არსებობდეს დიდი ზომის. და ორი მჭრელი პირი. ეს არის პატარა ზომის, რომელსაც თლაზე ვიყენებ ხოლმე. ეს უკვე დიდი ზომის. ამასაც ვიყენებ თლაზე, მაგრამ ეს უკვე საჭმელებზე შეგიძლია გამოიყენო. აქ აქვს პინცეტი. ტყეში ჩემი აზრით საჭიროა, ხიჭვი არამე რომ შეგერჭოს. დაჩირქებამდე რო არ მივიყვანოთ საქმე და აქეთ ქონდა კბილის ჭხირი, პლასტმასის, რომელიც გამოყენებისას დაუკარგე. ეთყობა თითი ცუდად მომიხვდა და მე ეგრევე გასწრა. ეს კონკრეტული არის ჰანცმენი, ანუ მონადირეებისთვის. ჩემი აზრით ლაშქრობაზე სიარულისას ადამიანს მულტიფუნქციური დანა ყოველთვის უნდა ქონდეს ჯიბეში. მე ამას ხშირად ვიყენებ, ყოველთვის დამაქვს ჯიბით. შეიძლება ვიდეოში საერთოდ ვერ შეამჩნიოთ ხოლმე და საერთოდ არ დამჭირდეს. მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, იმიტომ რომ ბევრი ისეთი რაღაც აქვს, რაც სხვა რაღაცებს საერთოდ არ აქვს. და რაც რაღაც მომენტში მაგრად დაგჭირდება. მე ბევრჯერ ყოფილა ესეთი მომენტი, რომ ძალიან დამჭირვებია და გამომდგომია კიდეც. არის პატარა ზომის, მშვენიერი ფორმა აქვს, კომფორტულია, ჩაიგდებ ჯიბეში და ეგ არის. თანაც ვიქტორინოქსი არის ძალიან კარგი ბრენდი, ეს არის შვეიცარიული, Swiss Army Knife ქვია ამ დანებს და ნუ ჩემთვის მულტიფუნქციურ დანებში წამყვანი ბრენდია. ჯერჯერობით ლეზერმენი არ მიცდია. აუცილებლად ვთვლი და სხვა დროს, როდესაც ლეზერმენს და ამას ვთვლი, ან სხვა მულტიფუნქციურ დანებსაც დავამატებ, შედარებას გავაკეთებ. ხის გასათრიალად მშვენიერი ვარიანტია, სხვათა შორის ცალკე კაჟის თუ დაგაქვთ ლაშქრობებზე, მე უკვე კაჟიანი დანა საჭირო აღარ იქნება, იმიტომ რომ ვიქტორინოქსით კაჟი კონკრეტულად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხერხზე, იმიტომ რომ ხერხის ზედა კუთხეები არის საკმაოდ ბასრი და ცეცხლს მაგრად ანთებს და ასევე მახათი წეღა რომ გითხარით. მაგრამ მე ძირითადად ხერხზე ვიყენებ ხოლმე, უფრო დიდი ზომის არის, უფრო სანდოა ესე გასაკვლელად. მეტ ნაპერწკლებს წარმოქმნის. ეს არის, რავი, როგორ გითხრათ. ჩემ პატარა მეგობარი რა ლაშქრობაზე. მეგობრებო, დღესთვის სულ ეს იყო, თუ ეს ვიდეო მოგეწონათ და გინდათ მსგავსი ვიდეოები, მაგალითად, რაღაც კონკრეტული დანები, რაღაც კონკრეტული სიტუაციებისთვის, მრავალი რაღაც შემიძლია მოვიფიქრო და მრავალი საჭირო იარაღი გაგაცნოთ. ამებს, რა თქმა უნდა, ჩემი ვიდეოებიდან ისედაც იცნობთ, მაგრამ შეიძლება ვიღაც ახალი შემოვიდეს, რაღაც აინტერესებდეს ან დაკურებულები არიყავით და ახლა ამ ვიდეოში მცირე ინფორმაცია ყველაზე ჩავატიე. რავი მეგობრებო, თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში, როგორ მოგეწონათ, რას ფიქრობთ და ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. თქვენ უყურებთ BBR Wilds, აბა მაგრად.